ტაო-კლარჯეთი საქართველოს ისტორიული რეგიონია, სადაც შუა საუკუნეებში ქართულ სახელმწიფოებრიობას და უდიდეს ყუროსმოძღვრობას ჩაეყარა საფუძველი. აქ დაარსდა ბევრი ეკლესია-მონასტერი, რომელიც დაკავშირებულია გრიგოლ ხანძთელისა და მის მიერ დაწყებულ მონასტრულ ცხოვრებასთან. სწორედ აქ დაგეგმა ჩვენმა კლასმა გამგზავრება და სამშობლოს ისტორიული ტერიტორიის შესწავლა. წინასწარ დავიყავით ჯგუფებად, გავინაწილეთ სამუშაო. ჩვენ ისტორიკოსებს წილად გვხვდა იშხნის და მაკრიალის მონასტრების კიდობა. მოგზაურობა დაიწყო. მდინარე ოლქის მარჯვენა ნაპირზე მე-7 საუკუნეში აშენდა იშხნის მონასტერი, რომელიც შემდგომ აღადგინა საბა იშხნელმა, ცნობილი გრიგოლ ხანძთელის თანამოაზრემ. წყაროების გადმოცემით აქ დაასაფლავეს გურგენ მეფე. განსხვავებით სხვა ეკლესია-მონასტრებისგან აღდგენილია და შედარებით უკეთეს მდგომარეობაში იმყოფება. მონასტრის შიგნით არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მოზაიკა. ამ ეტაპზე იგი რეკონსტრუქციის პროცესში იმყოფება, რის გამოც ეკლესიაში შესვლა აკრძალულია. იშხნის მონასტერი ტაო-კლარჯეთისთვის დამახასიათებელი სტილისაა, ჯვარ-გუმბათოვანი, მოხატული და ორნამენტებით მორთული. ეკლესია არა მხოლოდ სასულიერო ცენტრის სახელს ატარებს, არამედ აქ მიმდინარეობდა ნამუშევრების შესწავლა, თარგმნა და გადაწერა. სხვა მონასტრებთან შედარებით, აქ წირვა-ლოცვა მე-18 საუკუნემდე მიმდინარეობდა, ვიდრე უკანასკნელი ბერი არ გარდაიცვალა. როცა ჩვენ იშხნის მონასტერს ვუყურებთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის არა მარტო მონასტერი, არამედ ქართული კულტურის კერა. ბოლო ძეგლი, რომლითაც ჩვენ დავემშვიდობეთ ტაო-კლარჯეთს, მაკრიალია. მაკრიალის მონასტერზე ინფორმაცია ინტერნეტ სივრცეში ძალიან მწირია. ერთი ფაქტი თუ მოიძიება, ის ის დაუდასტურებელი. სამაგიეროდ ჩვენმა ყოვლისცოდნე გიდმა მოგვაწოდა უფრო ვრცელი და დაზუსტებული ინფორმაცია ამ ღირსშესანიშნაობის შესახებ. მონასტერი ბაზილიკური აგებულებისაა და მიშენებული აქვს სამრეკლო. მაკრიალი არის ზღვისპირეთში შენარჩუნებული ერთადერთი ქართული ტაძარი. ეს არის მაკრიალი, სანამ თემელფასა დაერთვებოდა ქართული საფეხი იყო ამ ფრის მაკრიალი. და სხვათაშორის ეხლა წევა ვეუბნებოდი, რომ ჩვენ ტურისტულ კომპანიას მანქან ეძით, იმასაც მაკრიალი ქვია. ანუ ესენი ხოლაზები ყავს და ამათმა თურქული სახელი კი არ დაარქვეს თავის კომპანიას, დაარქვეს ისტორიული ქართული სახელი. ასე დასრულდა მოგზაურობა მშობლიურ უცხო მიწაზე.